რაღაცა თითქოს კომპლექსი უნდათ რომ აკიდონ, იმიტომ რომ ოპოზიციაში ხარ, არ უნდა ილაპარაკო, თურმე ოთარ სირაძე მაგალითად, იმიტომ რომ არ არის ოცნების ტაშის დამკვრელი და გუბერნატორი იყო რაჭის, შოვის ტრაგედიაზე არ უნდა ლაპარაკობდეს, ირაკლი აბესაძე თბილისში მომხდარზე არ უნდა ლაპარაკობდეს, იმიტომ რომ თავის დროზე ვიცემერი იყო, ბესო არ უნდა ლაპარაკობდეს, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელია, საბას რა უფლება აქვს, ინგა გრიგოლიას რა უფლება აქვს, ეგ იტყუება, ანუ აი სუფთა საბჭოთა ტრადიციების დაცვით ხდება ტყუილების გავრცელება, მერე მტყუან მართალის ერთმანეთში არევა. ეხლა რა მინდა რომ მკითხოთ, აი უნდა ამოვიღოთ ხმა. პირველ რიგში ამაზე უნდა შევთანხმდეთ. ერთი ადამიანის ოჯახის ტრაგედია არის ძალიან მძიმე ყოველთვის და ეს ერთი ოჯახის ტრაგედია ღმერთმა დაგვიფაროს და შეიძლება გავრცელდეს მერე სხვა ადამიანებზე. ამიტომ ძალიან ბევრი უნდა ვისაუბროთ ასეთ შემთხვევებში. ეხლა რა არის თქვენი სათქმელი, ირაკლი? რატომ გვჭირს ის, რაც გვჭირს? აი ის ხალხი ეხლა რომ ყვებოდა, ჩარჩენილი ვარო და კინო გვიჩვენა ცოლ-ქმარმა, ფაქტიურად პირდაპირ ეთერში თავში როგორ ეცემოდათ სახლის ნარჩენები. მადლობა ინგა. მადლობა თქვენ. საინტერესო კუთხით დასმული შეკითხვაა და პრინციპში ამაზეც ვაპირებდი საუბარს და რატომ არ უნდა დავიკომპლექსოთ თავი, მე ამას უპასუხებდი კანონების ციტირებით და საზოგადოება ძალიან ცხადად დაინახავს, როგორი დანაშაულებრივი გულგრილობა აქვს ჩადენილი მთელ რიგ თანამდებობის პირებს ამ სახელმწიფოში. ანუ კონკრეტული დანაშაული აქვს ჩადენილი მათ გურიის, იბერეთის და სხვა რეგიონების მოსახლეობის მიმართ. მაგრამ სანამ კანონის ციტირებაზე გადავალ, თქვენ საუბრობდით რა ქმნის იმ პრობლემებს, რომ დღეს მოსახლეობა დახმარების გარეშე არის დარჩენილი და მე დამაკლდა ერთი მთავარი. ეს არის ელემენტარული ადამიანური გულისხმიერება და სურვილი რომ ადამიანებს დაეხმარო. აი ჩვენ მივიღეთ სამწუხაროდ სახელმწიფო აპარატი, რომელიც ელემენტარული ადამიანური გულისხმიერებისგან არის დაცლილი. იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ტექნიკის ნაკლებობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვსაუბრობთ რაღაცა შეიძლება ცოდნის ნაკლებობაზე და ასე შემდეგ, მე მინდა მოსახლეობა, ვინც გვიყურებს, დავარწმუნო, რომ 90-იანი წლების ჩამოქცეული საქართველოს საკუთრებაში არსებული მატერიალო-ტექნიკური რესურსებითაც კი, აი რომ დაუბრუნდეთ 90-იან წლებში და მას შემდეგ რა თქმა უნდა გაცილებით მეტი გვაქვს დღეს საქართველოში, გაცილებით უკეთესად და ეფექტიანად დაეხმარებოდა სახელმწიფო ამ ადამიანებს ელემენტარული სურვილი რო ქონოდათ ამ ადამიანების დახმარების და ის რომ ეს სურვილი არ ქონდათ, ამას ადასტურებს, რა თქმა უნდა, ის დაგვიანებით დაწყებული რეაგირება, PR რეაგირება, რომელსაც ჩვენ უყურებთ. ეხლა ძალიან მოკლედ მე მინდა გითხრათ, რომ არსებობს ქვეყანაში სამოქალაქო უსაფრთხოების კუთხით მარეგულირებელი კანონმდებლობა, რომელიც საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების კონკრეტულ სტადიებს არეგულირებს. პირველ რიგში ასევე ხაზი მინდა გაუსვა და მოსახლეობას ესეც ხშირ შემთხვევაში არასწორად აწვდიან ამ ინფორმაციასაც. სამაშველო ღონისძიების მიზანი არის არამხოლოდ ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა, არამედ მისი ქონების გადარჩენა. სახელმწიფოს ევალება, როდესაც საგანგებო მდგომარეობაა და მე ამას ჩემ სიტყვებს არ ვამბობ, სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონით, როდესაც არის საგანგებო მდგომარეობა, ანუ როდესაც ერთი ადამიანის, ერთი ოჯახის ფიზიკურ შესაძლებლობებს აღემატება მისი ქონების დაცვა და ნამდვილად ეს სიტუაცია გვაქვს, უმეტეს შემთხვევაში მოხუცებული ადამიანები არიან და ისინი რა თქმა უნდა არა მარტო გზა უნდა გაიწმინდოს, საკუთარი სახლის გადარჩენას ისინი ვერ მოახერხებენ, კანონით ვალდებულია სახელმწიფო სამაშველო ღონისძიების ფარგლებში უზრუნველყოს მათი პირადი საკუთრების გადარჩენას. სიცოცხლე და ჯანმრთელობაზე, რომელიც ასევე ვერ დაიცვეს, უკვე აღარ საუბრობ, იმიტომ რომ მე მგონი ამაზე კანონის მოყვანა რომ ადამიანის სიცოცხლეზე ხელისუფლება უნდა იზრუნოს, იმიტომ რომ ეს კანონში წერია თქო, ცოტა უხერხული იქნება, მე მგონი რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ეს შეიძლება შეურაცხყოფელიც იყოს. ეხლა რაც გულისხმობს კანონი. პირველ რიგში ეს არის სამი სტადია, რაც უნდა გაევლო ამ ხელისუფლებას და თავად ვინც გვისმეს, დარწმუნდება რომ არც ერთ ეტაპზე ხელისუფლებას მართლაც ელემენტარული გულისხმიერება არ გამოუჩენია. პირველი ეს არის, როდესაც საგანგებო მდგომარეობისგან გამომდინარე უარყოფითი შედეგების თავიდან აცილებაზე ვსაუბრობთ, ანუ სამაშველო ღონისძიებებზე ვსაუბრობთ, ეს არის პრევენცია მზადყოფნის ეტაპი. ანუ რა შეეძლო გაეკეთებინა ხელისუფლებას? აი, მაგალითად, როდესაც უკვე ისეთი მდგომარეობა იყო, რომ სწავლა შეწყდა გულიაში. მე რაც თქვენ ისაუბრეთ, ამას გადავიტან და ვიტყვი კანონის ენაზე. ანუ პრევენცია მზადყოფნა, რომელიც კანონი ავალდებულებს ხელისუფლებას, ამ შემთხვევაში გამოხატული იქნებოდა შემდეგში. გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, რომელმაც დაადგინა, რომ რაღაც რაოდენობის ნალექი მოვიდოდა და მოსახლეობას ყველა შეგვატყობინოს. ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებს
ტერიტორიული სპეციფიკის, მაღალმთიანობის, ვიწრო გზების, გზის არარსებობის თუ ასე შემდეგ გათვალისწინებით განესაზღვრათ, სად იქნებოდა ისეთი კრიტიკული სიტუაცია, რომ მოსახლეობის ევაკუაცია დაჭირდებოდა და მინიმუმ შეეთავაზებინათ მოსახლეობისთვის, რომ ასეთი რამ შესაძლებელია მოხდეს, მე გთავაზობთ, რომ რაიონულ ცენტრში ჩამობძანდეთ და ევაკუაცია განახორციელოთ. მინიმუმ შეეთავაზებინათ. მეორე, რა თქმა უნდა, მოეხდინათ ტექნიკის მობილიზება უკვე იმ რაიონებში, სადაც ასეთი დიდ თოვლობას ელოდებოდნენ. როდესაც საუბრობთ, ეხლა ყიდულობენ თოვლმავლებს, ეს სასაცილოც არის და ტრაგიკულიც არის იმავდროულად, მაგრამ არც ისე არის საქმე, რომ საქართველოში თოვლმავლები არ გვყავს. რა თქმა უნდა, მათ შეეძლოთ კერძო პირებისგან ამის თუნდაც ფასიანი, ასე ვთქვათ, ქირაობა, თუნდაც არა, რა თქმა უნდა, ფასიანი, ოღონდ დროულად, რა თქმა უნდა და მობილიზება ადგილებზე, ისევე როგორც ცოცხალი ძალის განაწილება, რომ როდესაც თოვლი დაიწყო, ერთბაშად 2 მეტრე თოვლი ხო არ ჩამოვარდა, ხო, რა ქვია, სოფლებში, ხო, ნელ-ნელა იმატებდა, ხო, თოვლის სიმაღლე. აი ესე ნელ-ნელა რომ ემუშავათ ჯგუფებს და ნელ-ნელა გადაეწმინდათ სახურავები, ნელ-ნელა გაეწმინდათ გზები, ნელ-ნელა დაეწყოთ მოსახლეობის გამოყვანა, ერთბაშად გასაკეთებელი ეს არ იქნებოდა და რა თქმა უნდა, აი ესეთ მძიმე შედეგებს, რომელსაც ადამიანურ ტრაგედიებს აღარ გულისხმობ, აი დანგრეულ სახლებს, რომელიც ასევე სახელმწიფოს ვალდებულება იყო, რომ გადაეჭია და ნუ რავი, ნუ მოგატყუებთ და ნუ ამ საკრებულოს წევრის გამოსვლას ვისმენდით, ხო, რომ ანუ თქვენ სახლს ვინ გადათოვლის და რაღაცა ესეთი დამოკიდებულებები არის. დიახ, სახელმწიფოს, რომელსაც მარტო მიმდინარე წელს 22 მილიარდის გადასახადს გადაუხდის მოსახლეობა, სულ ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია არის ეს, რომ როდესაც არის სიტუაცია, საგანგებო სიტუაცია დამიცვას კრიმინალისგან, რომელსაც მე შეიძლება ვერ ვახერხებ ჩემი ფიზიკური შესაძლებლობიდან გამომდინარე შევებრძოლო და დამიცვას იმ ბუნებრივი სტიქიებისგან, რომელსაც მეორე არის აი ბოდიშთა და ირაკლი, უნდა შეგაწყვეტინოთ მიკროფონი უცებ რაღაც ხარვეზი დაეწყო და ამიტომ გადავდივარ. ამიტომ გაწყვეტინებ, კი ბატონო. თუ გასწორდებო, კარგით, მე ჩემი მიკროფონი დავეხმარები. არა, მოკლედ ძალიან მოკლედ დავასრულებ. მეორე, რა თქმა უნდა, არის რეაგირება და რეაგირების ნაწილში ვნახეთ, რომ უბრალოდ სპექტაკლი მოაწყვეს. რატო არის პრემიერ-მინისტრი ადგილზე ჩასული? პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს სამაშველო ღონისძიებას, თუ ადგილი აქვს ეროვნული მასშტაბის საგანგებო მდგომარეობას, სტიქიურ უბედურებას. მაშინ დაგვიდასტურონ ის კი არა, რომ უბრალოდ თოვლია მოსული და მოსახლე თავისი თოვს რატო არ თოვლოს. არამედ დაადასტურონ, რომ დიახ, საქმე გვაქვს ეროვნული მასშტაბის და არა ადგილობრივი მნიშვნელობის სტიქიაზე. რა უნდა საერთოდ პრეზიდენტს იქ? რაიმე უნარები და ცოდნა აქვს, რითაც მას სამაშველოს დაეხმარება თუ არა, პრეზიდენტი შესაძლებელია ერთადერთი ჩასულიყო თუ ფიზიკურად მოხალისეებთან ერთად იმუშავებდა, რა თქმა უნდა, ამას კარგი ფსიქოლოგიური ეფექტი ექნებოდა მოსახლეობისთვის, რომ მასთან არის ხელისუფლება, მაგრამ არა კაბინეტში კოსტუმჩაცმული და მიუშხეფებელი, ასე ვთქვათ, ტალახის პრეზიდენტი. ანუ რეაგირების ნაწილში აბსოლუტურად ასე ვთქვათ, მხოლოდ პიარი რეაგირების ნაწილში და მესამე და ძალიან მნიშვნელოვანი ინგა ეს არის კომუნიკაცია შეტყობინების სისტემა. არანაკლებ მნიშვნელოვანია ადამიანების და მათი ქონების ფიზიკურ გადარჩენაზე, მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობაზე ხელისუფლების ზრუნვა. ნათესავები ტელევიზორიდან და თქვენ კი არ უნდა გწევთ და Facebook-ზე კი არ უნდა პოსტავდნენ, ბებია ჩემი გადარჩა, დედა ცოცხალია, ჩემი დაარაშვება და ამაზე უკვე უნდა არსებობდეს აწყობილი საკომუნიკაციო სისტემა საზოგადოებრივ მაუწყებელზე რამოდენიმე საათის შუალედით. უნდა იმართებოდეს საინფორმაციო ბრიფინგები. სოფლების მიხედვით უნდა იძახდნენ, რას აკეთებენ, როგორ აკეთებენ, რამდენ ხანში უშველიან, როდის მივლენ და ასე შემდეგ. ეს არის კანონით, რაც ევალებოდა და როცა ამას არ აკეთებ, როცა კიდე გიბეორებთ 22 მილიარდის გადასახადი ამოაქვს და მარტო ხელფასებზე აი ამ ადამიანებს მართლა უგულისყურო ადამიანებს მარტო ხელფასებზე 5 მილიარდ 700 მილიონი ლარი იხარჯება და 4 წლის უკან იცით რამდენი ხარჯებოდა ამ ადამიანებს ხელფასებზე ჯამურად მომო სახელმწიფოში. ამის ნახევარი ბოლო 4 წლის განმავლობაში ხელფასები 2 მილიარდ 800 მილიონი ლარით გაზარდეს, მოიმატეს ხელფასები. და რას აკეთებენ? კიდევ ვიმეორებ მოსახლეობამ შეაფასოს რა ევალებოდათ, ეს რაც მე ვილაპარაკე, ყველაფერი წერია კანონში, ეს იყო მათი სამართლებრივი ვალდებულება და ამის შეუსრულებლობა მათი მხრიდან დანაშაულია. კანონი არაფერს არ ნიშნავს, თუ კი დაუშვათ აქ თავიანთი დანაშაულია და დანაშაულია, მოდით რა ვთქვათ, პირდაპირ ეხა